უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე. სალამო მშვიდობის ვირფასო რადიო მსმენელებო ეთერშია გადაცემა ავანსცენა მე ნიკოლოზ სულუკიძე გახლავართ და ტრადიციულად ყოველ სამშაბათ საღამოს ჩვენ ვიკრიბებით ხოლმე რომ ვისაუბროთ თეატრზე და არაფერზე თეატრის გარდა ძალიან გახარებული ვარ რადგან სულ ცოტა ხნის წინ გახდით ილიაუნის თეატრში და ვნახე ერთი არაჩვეულებრივი სპექტაკლი კომედია რომელიც ესე ძალიან უყვარს ჩვენს მაყურებელს და რომელიც პირველ წყაროები არაერთი გვახსოვს ჩვენ მე ვსაუბრობ გაღრაზე და უჩინმაჩინის ქუდზე, ძუძზე და უჩინმაჩინის ქუდი რეჟისორმა მაია ჩართოლანმა გააერთიანა ეს ორი ვოდევილი და ერთად წარმოუდგინა მაყურებელს და გენიალური გარდასახვა ქალბატონი ელენე ყიფშიძისა, როდესაც კარაპეტა დაბაღოვის როლს თამაშობდა ის ძუნჩი და ასევე უჩინმაჩინის ქუდი, როდესაც სატელევიზიო სპექტაკლში ეროსი მანჯგალაძის საოცარი ერთ-ერთი შედევრი გახლავთ მისი სამსახიობო ოსტატობისა, სრულიად სხვა ფორმით, სხვა ინტერპრეტაციითა და სხვა აქცენტებით წარმოგვიდგინა სპექტაკლი თეატრმა და სწორედ თეატრის ხელმძღვანელი ქალბატონი ნატალია თვალწრელიძე მთავარი როლის შემსრულებელი, კარაპეტა დაბაღოვის შემსრულებელი მსახიობი ნინო ლეჟავა, რომელიც უნდა მიხვიდეთ აუცილებლად და ნახოთ ეს მსახიობი, რადგან ეს არის ძალიან ოქროს შუალედი, აი ბეწვის ხიდზე გავლა სამსახიობო ოსტატობისა, როგორ არ უნდა მოგივიდეს ზედმეტი და არც ის გროტესკულობა დააკლო, რაც აუცილებელია ვოდებილში. აი ამის საოცარ პრეზენტაციას ახდენს ნინო ლეჟავა ილიაუნის თეატრში და რეჟისორი მაია ჩართოლანი არიან ჩვენთან სტუმრად. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მაია თქვენ რომ ეს ფუფუნება არ ვიცი ხანდახან მენატრება ხოლმე მივიდე თეატრში და იქ არ დამხვდეს რეჟისორული ქვეტექსტები და მეტაფორები და არტისტი ვნახო რომელიც რაღაცა სახე აქვს გაკეთებული, ფერები აქვს მოფიქრებული და თავისი ინტერპრეტაციით გვთავაზობს რაღაც სანახაობას. აი ეს სიამოვნება მივიღე იმ დღეს თქვენთან თეატრში მოსვლისას. პირველი თქვენ შეგეკითხებით, აი რატო ვერიდები ხოლმე რეჟისორების უკვე ძალიან კარგად არის გაკეთებული ესე თუ ის სახე, მაინც იმის გამეორებას იცო დიდი რისკი იყო და მე მაგალითად მოვდიოდი იმ განწყობით რომ უფრო თანაგრძნობის ვიდრე სიხარულის გაზიარების რომ რატო ჩაიგდო თავიანთ დღეში ქონდათ ამის ამით რო ქონდათ არ დადგავდით ისე მაგრამ იმედი რომ ეს ესე დამთავრდებოდა შიში მქონდა ძალიან დიდი შიში იყო ძალიან დიდი ქალბატონი ლენას მერე ამ ბატონი ეროსის მერე ძალიან დიდი შიში იყო, მაგრამ ხომ იცით ვარდი უეკლოთვის მოუკრეფიო და მგლის შიში ცხარი ვის გაუწყვეტიო. უნდა გვეცადა. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ უნდა გვეცადა. დამარცხებას მართალი გითხრათ უფრო დამარცხებას ველოდი, იცით? ქონდა მაინც გაცდა. და მთელი აი პროცესის განმავლობაში, სპექტაკლზე მუშაობის პროცესის განმავლობაში ყველა ჩემს გარშემო ადამიანს ვეუბნებოდი, რომ ძალიან ცუდი გამოდის. და თავში ვიცემდი ხელს, რომ რატო ჩავეჭიდე, რა მინდოდა, არ არის ეს ის რაც მინდოდა რომ ყოფილიყო, ეს ის არ გამომდის რაც მინდოდა რომ გამოსულიყო, იმ სათქმელს ვერ ვდებ რაც მინდოდა რომ გამოსულიყო და შემდგომმა თქვენმა და მაყურებლის ასეთმა ემოციამ, ასეთმა აღფრთოვანებამ და ასეთმა დამოკიდებულებამ ცოტა დამამშვიდა მართალი გოგითხრათ, თორე ბოლო დღემდე ვფიქრობდი, რომ ვაიმე გავქენი და რა გამოვიდა და რა გავაკეთე ამ მოკლე დროში, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა რამემ ხელი შეგვიშალა, არა თეატრის მხრიდან, არა მეც მსახიობების შეცვლის თვალსაზრისით. აი მოხდა ისე, რომ ერთს დაეწყო გადაღებები, მეორეს პარალელური სპექტაკლის გამოსაშვები, მესამეს სამწუხაროდ ერთ-ერთ მსახიობს ახალგაზრდებით მითხრა, რომ პრობლემა ჯანმრთელობის რაღაც სიმსივნე აღმომაჩნდა და სასწრაფოდ ოპერაცია და აი ამან ყველაფერმა საშინლად დაგხვია თან უკან.
ის რაც უნდა მომესწრო, ის რაც უნდა მეთქვა, თითქოს გადავინაცვლე იმაში, რომ არა მთავარია მოვასწრო და 29-ში ჩავაბარო სპექტაკლი და დავანებებ ყველაფერს თავს. არ ვიფიქრებ არაფერზე, მაგრამ ეთყობა მაინც ფიქრობ. ეთყობა ნაფიქრალი მაინც სადღაც ამოდის და თავის გზას პოულობს და თუ ეს კარგი გამოვიდა ძალიან ბედნიერი ვარ. ეს მაყურებლის განსასჯელია და თქვენი შესაძლებელი თეატრწოდნეების. ასე ნამდვილად და კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ. მე მინდა ნატალიას შევეკითხო. ნატალია, სარეპერტუარო პოლიტიკის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თეატრის რეპერტუარი დგება. ხო, აი იცოდით, რომ აი ესეთი წარმატებული იქნებოდა და როგორ მიიღო მაყურებელმა. მე მინდა უკვე თეატრის შიდა აზრი მომისმინო, რომ აი რამდენად მაყოფილები ხართ. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ ამაზე სასაუბროთ და მე ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და ნახე სპექტაკლი. შევალდებულება. ვიცი, მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და ნახე. მინდა ვთქვა რომ კომედია ყოველთვის კარგი არის, როდესაც გაქვს რეპერტუარში და მithumetes კლასიკური კომედია, იმიტომ რომ ორი დატვირთვა აქვს ამას ერთდროულად. ერთი რომ კლასიკური ტექსტია და ჩვენ როგორც საუნივერსიტეტო თეატრი კლასიკას ყოველთვის დიდ პრიორიტეტს ვანიჭებთ, იმიტომ რომ გარშემო ბევრი სტუდენტია და შესაბამისად კლასიკა მათი განათლების ნაწილია და უნდა იყოს ესეთ თეატრში კლასიკა აუცილებლად. და მერე კომედია ყოველთვის ხიბლავს მაყურებელს, იმიტომ რომ ალბათ იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა გარშემო ეგ რაღაცა ყოველდღიური სამსახური და ასე შემდეგ და ძალიან ხშირად მაყურებელს უბრალოდ უნდა რომ წავიდეს თეატრში და ბევრი იცინოს და არ იფიქროს პრობლემებზე და თან იცინოს ხარისხიანად, იმიტომ რომ ამ სიცილსაც აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, წინასწარ არ ვიცი როგორი გამოვა სპექტაკლი. ხო, შეიძლება რაღაც ჩამოფიქრი ქონდეს გრანდიოზული და არ გამოვიდეს არაფერი, მაგრამ რაღაცნაირად იმედი გქონდა რომ იქნებოდა კარგი. კოჭებში ეთყობოდა. ხო, თავიდან კოჭებში ეთყობოდა. მაყურებელმა მიიღო კარგად, სულ ვითამაშეთ ორი სპექტაკლი, ერთი ისეთი ცოტა დახურული ჩვენება, ჩაბარება, სადაც იყვნენ ახლობლები და თეატრწოდნეები და შინაურ ნათესავები, მაგრამ ასევე პროფესიონალები თეატრის და მეორე ვითამაშეთ პრემიერა, სადაც უკვე ჩვეულებრივი მაყურებელი მოვიდა და მე მგონი, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს და გამოხმაურებებზე, რომელიც მივიღეთ და იმ მოლოცვებში, რომელსაც ვიღებდით, მე მგონი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან წარმატებული პრემიერა იყო. ახლა მოლოცვით ყველა გილოცავს, მაგრამ ჩვენ ესეთი რადარი გვაქვს ხოლმე, რომ გძნობთ, როდის გილოცავენ გულწრფელად და როდის გილოცავენ მარტო იმიტომ, რომ უნდა მოგილოცოთ. და მე მგონი, რომ ეს იყო აბსოლუტურად გულწრფელი რეაქცია. ბევრმა პროფესიონალმა ზუსტად ეს გითხრა, არ მინდა სახელების თქვა, რომ აი რა კარგია მოვედით და მთლიანად განვიტვირთეთ და ამასთანავე ეს იყო ძალიან ხარისხიანად დადგმული სპექტაკლი. არა მარტო ძალიან სასაცილო, რომელიც ის ტექსტში არის ჩადებული, არამედ ძალიან ვისიამოვნეთ და განვირთვის საუკეთესო საშუალება. ძალიან მიხარია რომ ეს ესეა და ახლა შემდეგში კიდევ ერთს მოვასწრებთ დეკემბერში რომ ვითამაშოთ 15-ში მართალია პატარა დარბაზი გვაქვს, მაგრამ გვერდსპიეთ და ნახეთ. იმედია ყველას დავატოვთ, ვისაც სურვილი ექნება. თავარი სურვილი. ნინო ძალიან დიდი რო ვაკვირდები, ძალიან დიდი სიფრთხილით უდგება ხოლმე სამუშაოს. ეს შენს პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ხო, აი რა განცდა იყო, როდესაც პირველად გაიგე, რომ კაცის როლი უნდა გეთამაშა კარაპეტა დაბაღოვის ძუნწის მოხუცი, გათახსირებული საშინელი ადამიანის, რომელიც ფულზე ძალიან არ უყვარს არაფერი და როგორ დაიწყე მუშაობა, ნახე, ზოგი ნახულობს ხოლმე წინა ვერსიას, რომ არ დაემსგავსოს, ზოგს პირიქით ჩანაწერის გაგონება არ უნდა. ეს შემთხვევაში როგორი? პირველ რიგში მოგესალმებით, ყველას მივესალმები და მეც მადლობით მინდა მოგმართოთ თავიდან. კაცის თამაშს რა უჭირს ბატონო ნიკა? კაციცა და კაცის. ისეთი კაცი მქონდა სათამაშო და ისეთებს მქონდა დათამაშები ისეთს, რომ პირველივე რეაქცია იყო შიში. მეორე იყო მადლიერება რეჟისორისადმი, რომ ესეთი ნდობა ცოტა ის არის. მე არც კი მეწყინებოდა, რომ როცა არ გენდობიან, ეგეც არ არის საწყენი. ასეთ ხარისხზე როცა არის ლაპარაკი. ჟანრი საშიში, ტიპი საშიში, გროტესკი თავისთავად ბეჭდის ხიზზე. კი, მე კიდე ჩემისთანა ტემპერამენტიან და ემოციით სავსე ადამიანისთვის პირველ რიგში სულაგამია ხოლმე საჭირო და პირველი რაც ვთხარი მაია მე კარგად მოვიფიქრებ.
მე თუ დაგთანხმდები კარგი ლაგამი გამომდე და სადაც გადავაჭარბებ მითხარი, იმიტომ რომ მირჩენია რეპეტიციებზე დავყარო ბევრი, მე მოვაკლო და დავტოვო ის სუფთა ქაღალდზე ხელახალი აი ესეთი ხელნაწერი, რომელიც იქნება დოზაში და სულ ერთმანეთთან მაიასთან ერთად ვაკონტროლებდით ამ იმას და რა ვიცი მე მიხარია და ბედნიერი ვარ თუ ეს შედგა და თუ თავარი აქ იყო ეს იმიტომ რომ ჟანრსაც და ტიპსაც აუცილებლად მიყავხარ და ძალაუნებურად ვერავის ვერ დაადანაშაულებ და ვერ დაზრახავ რო გადააჭარბოს აქვს მიდრეკილება ზოგადად ამ ჟანრს და ჩემთვის პირველი გამარჯვება ეგ იყო თუ მე დოზაში დავიჭირე თავი მეთქი და ისეთი ხალხისგან მოვისმინე ეგ რაც მე პირველ რიგში მინდოდა გამეგო და მე უკვე სხვა დანარჩენი გამეხარდა თორე ძალიან ძნელი იყო და რა თქმა უნდა ფერი არ მედო უბრალოდ მე არ ვიცი ხოლმე შემჩნევა რომ სხვას არ გადავდო ნერვიულობა მაგრამ ნუ არ შეიძლება და არ დამტყობო და ხო ჩემთვის ვღელავდი რა ესე ჩუმად აი რეპეტიციების პროცესშიც ბოდიში ნინო გაწყვეტინებ რეპეტიციების პროცესშიც ეთყობოდა რომ ძალიან ნერვიულობდა და ძირითადად მიწევდა დამშვიდება ნინო არ აკეთებ არაფერს მე აქ რისთვის ვარ მე გეტყვი ნუ გეშინია ნუ ნერვიულობ წავიდეთ მე და ნინოს ვიმუშავე ერთად კარებს აჯახუნებენ როცა დავდგი ფერმოს ნინო ბებიას თამაშობდა იქ რაღაცა დააებედა ამ საწყალს ჩემ სპექტაკლებში ბებია ბაბუა ეხა შემდეგი კაცი თუ მომიწია გეის თუ ვითამაშებ თორე დანარჩენზე უარს ვიტყვი იმიტომ რომ შტამპი არ მითხრა თან ის საინტერესო იქნება აბსოლუტურად შეუძლებელია რომ იცნო ნინო და პროგრამას რო ბეჭდავდით ძალიან დიდხანს ვიფიქრეთ რომ ჩავწეროთ როგორც პროგრამაში იწერება რომ აი კარაპეტა და ბაღოვი ნინო ლეჟავა თუ არ ჩავწეროთ იქნებ უბრალოდ ჩამოვწეროთ მონაწილეობენ და გვარები იმიტომ რომ შეუძლებელია რომ იცნო თუ არის ნახეთ შე Facebook-ზე ნინოსთან ერთად და ვერაფრით ვერ მივხვდი ვიღაცას ვკითხე ჩემ მეგობარს ვკითხე ვინ არის თქო და მე იმან მითხრა რომ კიო არის ნინო ლეჟავაო და ძალიან გამიკვირდა რომ ნახე სურათები და ნაწყვეტები პრინციპულად არ მინახავს მხოლოდ მე ბავშვობაში მახსოვს ქალბატონელენას აი ეს ნაწყვეტი ზანდუკთან ურთიერთობის აი ეს მონოლოგი მაგრამ ეს იყო აი ბავშვობის ბუნდოვანი მეხსიერებაში ჩარჩენილი მაგრამ პრინციპულად არ ვნახე და ერთადერთი რაც ვნახე მხოლოდ ფოტო მხოლოდ იმისთვის რომ რაიმეთი დეტალითაც არ დამსგავსებოდა ამიტომაც სწორად მოიქცა მაიას და ქალბატონი ნათელა ვენეცუელი გრიმიორი ჩვენი მოზარდ მაყურებელთა თეატრის გრიმიორიც არის და რუსთაველის თეატრის და ჩვენ შევჯერდით სამნი ერთად მივედით ერთ აზრამდე როგორი უნდა ყოფილიყო და სწორი იყო როცა წვერიც გადაწყვიტეს და არა მარტო ულვაში იმიტომ რომ თვალი იმდენად სხვა რაღაცნაირი თვალები მაქვს რომ ყიდიდა და ახლა წვერი რო გავიკეთებ თლათ მამაჩემს დავემსგავსე და გუგული გამისკდა მერე გადავიღე სელფი გავადიდე და მაიას ვეუნები იცი რა სამოქმედოდ მეთქი ეს სელფი რო გავადიდე უნდა ჩავსვათ მეთქი მაშინ ჩარჩოში რო ვითო მამაჩებია რო ველაპარაკო ხოლმე შვედიერი და პარადოქსი რომ მოხდა იცით ხო არის დაბაღოვი და Facebook-ზე და მიმეგობრა ერთმა ქალბატონმა რომელიც ცხოვრობს ბარსელონაში ხო და სომხური გვარი ქონდა და ძალიან მიყვარხართო და მინდაო რომ ვინმესო ჩემი ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გამოვატან და ვეძებო ახალ წელს ამომსვლელს ბიჭო წავიღე ხა ეს სურათი იქაც სომეხი შეხვდა და ფული არ გამომართვა და ბიჭო მაია მე ვთხარ დაბაღოვი ხო ვარ და ორმა სომეხმა უკვე აი მისანა საჩუქარი ეხა რა უნდა გასამდეს მეთქი რა აი მაინტერესებს და ველოდები რა გასამდეს რაღაცა იქნება ამ წელს მოესწრება მაი არ მინდა დავასრულოთ ისე საუბარი რომ არ ვახსენოთ ის მსახიობები რომლებიც მონაწილეობენ და არაჩვეულებრივ სამსახიობო ანსამბლს ქმნიან ეს არის კახა გოგიძე რომელიც მარტიუზას თამაშობს უჩინ მაჩინის ქუჩში კიკოლიკა არის ნიკა კვანტალიანი რომელიც ორივე სპექტაკლში ესე იგი გაერთიანებულია და გადადის ეს მოსამსახურე იქეთ ანუ მღებრიშვილი რომელიც თამაშობს ხო ხამფერას და იქეთ თამარს უჩინ მაჩინში ეგ და იგივე მსახიობები არიან ორივე სპექტაკლში ამის თქმა მინდა შემდეგ არის კეთი ჩაჩუა რომელიც ასევე მოსამსახურეს ვარდუას თამაშობს რომელმაც ნუ აი არ ვიცი თავი მოიკლა არაჩვეულებრივი ერთგულებით და ძალიან კარგი პროფესიონალი და კარგი მადლობა მინდა ყველა მათგანს უთხრა ცოტნენ საგინაძეს თემოკვარაცხელიას რომლებმაც აი არ ვიცი ღამეებს ვათენებდით დილამდე ვმუშაობდით ასევე
გამნათებელს გადის აი ვიცის ნატალიამ გოგორი მუშავეს ამ ადამიანებმა ჩემთან ერთად და მინდა ტექნიკური რეჟისორი ვინც იყო ჩვენი მხატვარი სოფო ქორიძე კომპოზიტორი რომელმაც ორიგინალური მუსიკა შექმნა მადლობა მინდა მას უთხრა კოსტუმები ვინც შეგვიკერა ვინც გრიმი გააკეთა ყველა მათგანს უკლებლივ მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა და ამ მსახიობების ჯგუფს ანსამბლს რომლებიც ბოლომდე მედგნენ ხარში და მივიღეთ და დავდეთ ის შედეგი რომელმაც საბედნიეროდ კმაყოფილი და ასევე მერის კულტურული ღონისძიებების ცენტრს რომელმაც ეს სპექტაკლი დააფინანსა რომელმაც დააფინანსა დეკორაციის და კოსტუმის ხარჯები და მის არაჩვეულებრივ კომისიას რომელმაც გვანდო ამ სპექტაკლის დადგმა ჩვენ ძალიან დიდი მადლობა მათ ძალიან შეიძლება ვისარგებლო შემთხვევით ბატონო ნიკარო იქ გაჟღერდა ასეთი რამე ვაიმეო რა კარგი მსახიობები ყოლია მოზარდ მაყურებელთა თეატრსო და მინდა ხმამაღლა და თამამად და სიამაყით თქვა რომ მართლა ძალიან კარგი ბაზა გვაქვს ეს თუ ვინმე ხშირად დადის მოზარდში უფრო კარგად ჩაუკვირდება და ნახავს რომ დღეს რო ტურას თამაშობს ხვალ შეიძლება სეილებში მთავარი გმირი ითამაშოს და ერთად ხარისში ძალიან მაგარია ის რომ ჩვენ გვყავს ის ხალხი სადაც შეუძლიათ ყველანაირი ჟანრის რეჟისორი მოვიდეს დადგას მიუზიკლი დადგას დრამა კომედია და ასე შემდეგ და იმ ანსამბლს მეც დიდ მადლობას უხდი რომ დიდი სიყვარულით ეკიდებიან და პროფესიონალიზმით ყოველთვის ყველა სპექტაკლს მე ის გადამჩენია რომ ჩვენ ზურფას რადიომსმენელებს ურჩერო 15-ში მიბრძანდეთ და ნახოთ არაჩვეულებრივი კომედია და ჩემს სტუმრებს კი დავემშვიდობები უღრმესი ძალიან დიდი მადლობა მოწვევით მადლობა ყველას ძალიან დიდი მადლობა მე კი სულ ცოტა ხანში დაგებრუნდებით დაგველოდეთ ავანსცენა ნიკა ცულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე დაგიბრუნდით ისევ ძვირფასო რადიო მსმენელებო რადიო იმედი აგრძელებს მუშაობას ეთერშია გადაცემა ავანსცენა მე კი ნიკოლოზ სულუკიძე გახლავართ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ფესტივალზე მინდა გესაუბროთ რომელსაც ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე სამედიცინო უნივერსიტეტში არსებობს ესეთი არაპროფესიონალ სტუდენტთა თეატრალური ფესტივალი რომელსაც სათავეში უდგას ნათია გუჯაბიძე და მთელი გუნდი რომლებსაც დააარსეს ეს ფესტივალი და პროფესიონალები ვაფასებთ ხოლმე ჩვენ იმ სპექტაკლებს რომლებსაც წარმოადგენენ არა მარტო ქართული საქართველოში მოღვაწე უმაღლეს სასწავლებლები წელს იყვნენ ირანიდან და ისრაელიდან ჯგუფები ჩამოსულნი და მე ახლა სტუმრად ვხავს ნათია გუჯაბიძე თავის მსახიობებთან არა მარტო თავის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთა არტისტები და ნათიას თხოვ წარგვიდგინოს ჯერ ჩვენი სტუმრები და შემდეგ დავიწყოთ საუბარი. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მოწვევისთვის და თქვენს წინაშე ახლა წარსდგება სამი გამარჯვებული ჩვენ ფესტივალში ეს გახლავთ სამედიცინო უნივერსიტეტის მამაკაცი საუკეთესო როლისთვის გამარჯვებული ბექა ხურციძე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან ანა მიქაძე ქალის მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის და ფესტივალის აღმოჩენა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი ნენე ღაღანიძე. მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად ნათია მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა რომ შენ ესეთ მნიშვნელოვან პოპულარიზაციას უწევი ჩვენს პროფესიას თეატრალურ ხელოვნებას იმ უმაღლეს სასწავლებლებში რომ არევალებათ რომ ეუფლებოდნენ ამ ჯადოსნურ სფეროს ხელოვნებისას და რით იყო გამორჩეული მე 5 წელი არსებობს ფესტივალი და 5 წელია მაქვს ჟიურის საპატიო წევრობის პატივი ბატონ გოგითოდაძესთან ერთად და აი რით იყო გამორჩეული ჩვენი ფესტივალი წელს და მე როგორ გადავალ მონაწილეებთან მინდა აღნიშნო რომ ყოველწლიურად იზრდება მონდომება იზრდება ხარისხი ჩვენი ფესტივალის წელს იყოს ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო ფესტივალი იმიტომ რომ იყო 8 სპექტაკლი რომელიც იყო ფაქტურად ერთმანეთის დონის საუკეთესო სპექტაკლები ამიტომ ჟიურისაც საკმაოდ დიდი შრომა დაჭირდა რომ გამოევლინა გამარჯვებულები იყო ძალიან დიდი კონკურენცია და უცხოელი სტუმრები როგორც იყო ირანი და ისრაელი წარმოადგენენ საკმაოდ საინტერესო სპექტაკლები და ესეც იყო ჩვენი განსხვავებული მხარე და კიდე მინდა აღვნიშნო ის რომ ფესტივალი უკვე სხვა
ეტაპზე გადავიდა კერძოდ ის რომ აიტა-იატას წევრი გახდა, აიტა-იატა გახდა არის მსოფლიო მოყვარულ თეატრებს შორის ასოციაცია და ჩვენ მისი წევრი გავხდით და მომავალი წლიდან უკვე ისინი გამოგზავნიან თავის ერთ-ერთ ჟიურის წევრს. კი ბატონო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი ამბავია. ნენე ღაღანიძე საკმაოდ ისეთი თეატრალური გვარი აქვს ნენეს და ეს იყო გასაოცარი სიურპრიზი ჩვენთვის ჟიურის წევრებისაც, როდესაც ვნახეთ ჩვენ. ვატო ჯუღელის ანტიგონე და უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო პროფესიული ნამუშევარი, როგორც რეჟისორის, ასევე ნენეს მიერ შესრულებული სრულიად განსხვავებული. ესე თვითონ ანტიგონე ისეთი რთული განაცხადია. მერე როცა ამას არაპროფესიონალები აკეთებენ და პროფესიულ დონეზე აკავთ, ეს მართლა დიდი სიურპრიზი იყო ჩვენთვის ყველასაც. ნენე როგორი იყო შემოთავაზება, როცა ბატონო გითხრა, რომ აი დგას ანტიგონეს და შენ უნდა ითამაშო ანტიგონეს როლი? ძალიან დავიბენი თავიდან რომ მითხრა, იმიტომ რომ ჩემთვის იყო სრული პირველი სპექტაკლი იყო, დებიუტი იყო და სადებიუტო როლი იყო ანტიგონე და შესაბამისად დიდი პასუხისმგებლობა იყო. და რა ვიცი, იმედია ვატოს იმედები გავამართლე და რა გითხრა, გაამართლეო? რა ვიცი. თქვენ როგორ მოხდით თეატრში და თქვენთვისაც დებიუტი იყო თუ მოგესალმებით. ვარ სეუს თეატრალური დასის მსახიობი, ასევე სეუს სტუდენტი. ჩემთვის არ იყო დებიუტი, მე მქონდა რაღაც პატარ-პატარა გამოცდილებები მართალია, მაგრამ ჩემთვის როლი ოფელია, უილიამ შექსპირის ჰამლეტი, მოგეხსენება ძალიან რთული პიესაა და საპასუხისმგებლოა ის, რომ მე უნდა ვითამაშო ოფელია. იყო ძალიან დიდ სირთულეებთან კავშირში, რადგან მომიწია ძალიან დიდი ენერგიის, დროის ხარჯვა, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველი წამი ძვირფასი იყო, რასაც ვატარებდი რეპეტიციებზე და დიდი იმედი მაქვს, რომ გავამართლე ჩემი რეჟისორის შრომა, მიდგომა და ასე შემდეგ. ჩემთვის ამ ფესტივალში მონაწილეობა იყო ძალიან დიდი ენთუზიაზმის საწყისი, ასევე იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ავიღე პრიზი და მე ძალიან მიხარია, რომ მივიღე მონაწილეობა ისეთ ფესტივალზე, რომელსაც ქვია ფესტივალი ნიღაბი. თეატრალური ჟიურის წევრები, რომლებიც ვინ არიან ხოლმე ნათია, მოდი ჩამოთვალოთ წელს ვინ იყვნენ? კი ბატონო, წელს იყო ჟიურის წევრები ბატონი ნიკოლას წულუკიძე, რომელიც ნამდვილად ერთხმად სახელდება ყოველწლიურად ჩვენი ჟიურის სასურველ წევრად, გოგი თოტაძე, თამუნა ნიკოლაძე, ანა ტყებუჩავა, კახა მიქიაშვილი, გიორგი სანგური და ვანო ხოციშვილი. ეკამ ჟავანაძე. და ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ ყოველ წელს როდესაც ვართ ხოლმე ჟიურის წევრი, ხანდახან იცვლებიან ზოგიერთი წევრები, ვცდილობთ ხოლმე რომ რამდენიმე მსახიობი გადმოვიბიროთ ხოლმე სამედიცინო თუ იურიდიული სფეროდან ხოლმე. აი ახლა დაიწყებს ერთი მამაკაცი საუბარს, რომელთანაც ამ თემაზე საუბრის დაწყებას აპირებს ზოგიერთი ჟიურის წევრი და ზოგიერთი არაერთი და ორი გადმოსულა სხვადასხვა თეატრალურ უნივერსიტეტში. თუ გაგჩენია განცდა როდესმე, რომ რაღაცა შენ იმდენად უკვე არაერთი და ორი როლი შეგესრულებია, რომ რაღაცა დაოსტატები სხვა საფეხურზე ხო და გემოგაუგე ამ დაამუღამე ესეთი ცუდი სიტყვით რომ ვთქვათ ხო სამსახიობო ხელოვნების ეშხი. ხო აი თუ გაგჩენია განცდა რომ ნეტა კიდე იყოს როლები და სამწუხაროდ ჩვენ ხა ამთავრებ უკვე და მეც ამ ფესტივალზე ვეღარ მიიღებ მონაწილეობას და ვერც თეატრში ითამაშე. მოგესალმებით პირველ რიგში, ჩემთვის როგორც ბატონმა ნიკოლოზმა აღნიშნა ბოლო წელი არის როგორც მონაწილის ისე და რა თქმა უნდა ძალიან გული მწყდება რომ ვეთხოვები ამ ფესტივალს როგორც მსახიობი. ჩემთვის ძალიან რთული იყო პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ იმ როლის თამაში, რომლითაც მე დავემშვიდობებოდი, დაგემშვიდობებოდი თქვენ და ძალიან დიდი სურვილი მქონდა და მაქვს დაჟე ვიფიქრე კიდეს რომ საგნები ხო არ რაღაც ჩავიტოვო საგნები უნივერსიტეტში რომ გავაგზავნო თამაში თქო, მაგრამ ვამთავრებ წელს და ესე ვემშვიდობები ფესტივალს და საკმაოდ ესე ვთვლი რომ საკმაოდ ღირსეულად ვემშვიდობები ამ ფესტივალს და 4 წლის განმავლობაში იმდენი სიხარული მაჩვქა ამ ფესტივალმა, იმდენი ძალიან კარგი ადამიანი გამაცნო, იმდენ ადამიანთან დამამეგობრა, რომ რა ვიცი
მთელი ფესტივალის არსი ალბათ ეს არ არის მნიშვნელოვანი ვინ რა ჯილდოს აიღებს, ვინ რა როლის შესრულებისთვის რას აიღებს. თავარი ალბათ ის რომ ჩვენ დღეს წინა ვინც მონაწილეობდა ამ ფესტივალში დღეს ძალიან მაგრად მეგობრობთ და ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. ალბათ ეს არის ამ ფესტივალის არსი რომ შევიყვაროთ თეატრი და შევიყვაროთ ერთმანეთი. და ამას ჩვენივრად ახერხებთ, იმიტომ რომ როცა ერთ გულდად ხართ სულ ყველა გამორჩეულები. ნათია, ჩამოთვალოთ ის უმაღლესი სასწავლებლები და ის ქალაქები, საიდან ჩამოვიდნენ წელს ფესტივალზე. მონაწილეობის მისაღებად. წელს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა, კავკასიის უნივერსიტეტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ისრაელის და ირანის თეატრალური დასები. კი ბატონო, ჟიურიმ დააჯილდოვა ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა გულისწყეთა ალბათ რომ ვიღაცა სხვანაირად წარმოედგინა, მაგრამ ჩვენ სუბიექტები ვართ და სუბიექტებისგან დაკომპლექტებულია ჟიურიმ და გადაწყვეტილებაც ყოველთვის სუბიექტურია ხოლმე, მაგრამ ვცდილობთ ვეცადეთ ყოველთვის რომ ობიექტურთან მიახლოვებული ყოფილიყო. თუ იყო მაინც ისეთი აი გულისწყენა და თუ გამოუცხადებია ხმამაღლა ვინმეს რომ აი რაღაცა მე ვფიქრობ რომ წელს იყო ერთ-ერთი კი არა და ერთადერთი ფესტივალი, ანუ წინა 4 წელიწადში ყოველთვის იყო ის, რომ აუ რატო აი ჩემი სტუდენტი ესეთი საუკეთესო ბავშვი რატო არ დააჯილდოეს. წელს იყო ესეთი დიდი კონკურენცია და ესეთი ჯანსაღი კონკურენცია, რომ აბსოლუტურად თვითონ კონკურენტები ვინც იყვნენ ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ კი შენ ნამდვილად ღირსეული ხარ, შენ ნამდვილად გაიმარჯვე, იმიტომ რომ ამას ხედავდი დაჯილდოებაზე, როგორ ულოცავდნენ ისინი ერთმანეთს და ნამდვილად არ იყო წელს გულისწყეთა. რას გვერდში. და უნდა აღნიშნოთ აუცილებლად რომ ირანელებს ჰქონდათ ძალიან საინტერესო სპექტაკლი ჩამოტანილი და ძალიან მაღალ სიმაღლეზე ავიდა თეატრალური და კინოხელოვნება ირანში და მე მიხარია რომ ესენი არ იყვნენ პროფესიონალები, ესენი იყვნენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები იყვნენ, რომლებმაც ნამდვილად საუკეთესო სპექტაკლი აჩვენეს და ძალიან გაგვიხარდა ის რომ ფესტივალზე ესეთი კარგი ხარისხის სპექტაკლები დაიდა. ნათია, რამდენი ადამიანია რომელსაც გადაუწყვეტია რომ დაემიეტოვებინა შენთან მუშაობის პერიოდში თავისი პროფესია და გაეგრძელებინა მსახიობობა. ჩემთან იყო ეს თეორია ადამიანი, ერთი პირველ წელს იყო აღმოჩენა ვახოციკავა, რომელმაც სამწუხაროდ ვერ ჩააბარა და მეორე წელს აიღო მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელი სანდრო შენგელია, რომელმაც გადაიტანა საბუთები ჩააბარა და წელს დღესდღეობით საკმაოდ წარმატებულ კარიერას თეატრალური უნივერსიტეტის გამორჩეული სტუდენტია. მე ის გადამრჩენია რომ ისურვ ბევრი კარგი ექიმი სამსახიობო ნიჭით დაჯილდოვებული დღეს კარგი ექიმები უფრო გვჭირდება ვიდრე კარგი არტისტები მე მგონი და უსურვო ჩვენს ძვირფას უმაღლეს სასწავლებლებს რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიაქციონ მათ უმაღლესებში არსებულ თეატრალურ დასებს და მისცეს შესაძლებლობა რომ ამ ფესტივალში მიიღონ მონაწილეობა. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა რომ მოხვედრით ჩვენთან სტუმრად. მე კი მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით, მანამდე ერთმანეთს შევხვდებით თეატრში, რადგან თეატრი აუცილებელია ჩვენ ჯანმრთელობისათვის. კარგად ვზარდებოდეთ. ნახვამდის. უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე.